შესავალი. რატომ იღუპება მცირე ბიზნესების უმეტესობა? მოგესალმებით. დღევანდელ ეპიზოდში განვიხილავთ ბიზნეს ლიტერატურის კლასიკად აღიარებულ წიგნს, რომელმაც მილიონობით ადამიანს შეუცვალა წარმოდგენა მეწარმეობაზე. ეს არის მაიკელ გერბერის The E-Myth Revisited, ანუ მეწარმის მითი, ხელახალი გააზრება. რატომ ხდება, რომ მცირე ბიზნესების 80% პირველივე 5 წელიწადში კოტრდება? რატომ გრძნობენ თავს ბიზნესის მფლობელები არა თავისუფალ ადამიანებად, არამედ საკუთარი კომპანიის მძევლებად? გერბერის აზრით, პასუხი ერთ ფატალურ შეცდომაში იმალება, რომელსაც ის მეწარმის მითს უწოდებს. დღეს ჩვენ დეტალურად გავივლით წიგნის მთავარ იდეებს, გავაანალიზებთ სამ პიროვნებას, რომელიც ყველა ბიზნესმენში ცხოვრობს და ვისწავლით, როგორ ავაწყოთ ბიზნესი, რომელიც ჩვენს გარეშეც იმუშავებს. ნაწილი პირველი. რა არის E-Myth, ანუ მეწარმის მითი? მეწარმის მითი არის მცდარი შეხედულება, რომლის მსხვერპლიც უამრავი დამწყები ხდება. მითი შემდეგში მდგომარეობს: ჩვენ გვგონია, რომ თუ ადამიანს ესმის ტექნიკური საქმე, მაგალითად, თუ ის არის კარგი მზარეული, კარგი პროგრამისტი ან კარგი ხელოსანი, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მას შეუძლია წარმატებული ბიზნესის მართვა ამ სფეროში. ეს არის ფატალური შეცდომა. გერბერი ამბობს, რომ ტექნიკური საქმის ცოდნა და ბიზნესის კეთება ორი სრულიად განსხვავებული პროფესიაა. როდესაც ტექნიკოსი ხსნის ბიზნესს, ის ქმნის არა კომპანიას, არამედ სამსახურს საკუთარ თავისთვის. შედეგად, ის მუშაობს უფრო მეტს, ვიდრე დაქირავებული თანამშრომელი და აქვს უფრო ნაკლები თავისუფლება. ნაწილი მეორე. სამი პიროვნება ერთ სხეულში. იმისათვის, რომ ბიზნესმა იცოცხლოს, მფლობელმა უნდა დააბალანსოს სამი შინაგანი პიროვნება, რომლებიც მუდმივ კონფლიქტში არიან ერთმანეთთან. ესენია მეწარმე, the entrepreneur. ეს არის ჩვენი მეოცნებე ნაწილი. ის ხედავს მომავალს, გეგმავს სტრატეგიებს და ცხოვრობს ხვალინდელ დღით. მეწარმე ქმნის ქაოსს, რადგან მას მუდმივად სიახლეები სურს. მენეჯერი, the manager. ეს არის პრაგმატული ნაწილი. ის ცხოვრობს წარსულში და აწესრიგებს იმ ქაოსს, რომელიც მეწარმემ შექმნა. მენეჯერს უყვარს სისტემა, წესრიგი და დაგეგმვა. სპეციალისტ ტექნიკოსი, the technician. ეს არის მშრომელი ნაწილი. ის ცხოვრობს აწმყოში და უშუალოდ აკეთებს საქმეს. ტექნიკოს არ აინტერესებს დიდი იდეები ან სისტემები, მას უბრალოდ სურს, რომ თავი დაანებონ და თავისი საქმე გააკეთებინოთ. პრობლემა ისაა, რომ ტიპური მცირე ბიზნესის მფლობელი 10%-ით მეწარმეა, 20%-ით მენეჯერი და 70%-ით ტექნიკოსი. ის ეფლობა ყოველდღიურ რუტინაში და ავიწყდება ბიზნესის განვითარება. ნაწილი მეოთხე. იმუშავე ბიზნესზე, არა ბიზნესში. ეს არის წიგნის მთავარი და ცნობილი ფრაზა. Work on your business, not in it. იმუშავე შენს ბიზნესზე, არა შენს ბიზნესში. რას ნიშნავს ეს? ბიზნესში მუშაობა ნიშნავს, რომ თქვენ აწყვებთ პურს, ემსახურებით კლიენტებს, ან წერთ კოდს. ბიზნესზე მუშაობა ნიშნავს, რომ თქვენ ქმნით სისტემას, რომელიც გამოაცხობს პურს თქვენს გარეშე. გერბერი გვთავაზობს ფრანშიზის პროტოტიპის მოდელს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მიზანია შექმნათ არაერთი წარმატებული მაღაზია, არამედ მაკდონალდის მსგავსი მოდელი, რომლის დუბლიკაცია შესაძლებელია 5000 ჯერ. მაშინაც, თუ თქვენ არ აპირებთ ფრანშიზის გაყიდვას, თქვენი ბიზნესი ისე უნდა ააწყოთ, თითქოს ის ფრანშიზისთვის ემზადება. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესი უნდა იყოს დამოკიდებული სისტემებზე, არა ადამიანებზე, ვარსკვლავებზე. სისტემა უნდა იყოს იმდენად მარტივი და გაწერილი, რომ ჩვეულებრივი ადამიანებმა შეძლონ არაჩვეულებრივი შედეგების დადება. მიზანი არ არის გენიალური ადამიანები, არამედ გენიალური სისტემა. სისტემა ავტომატურად უნდა მართავდეს პროცესებს. მიზანი არ არის იდეალური თანამშრომლების მოპოვება, არამედ მიზანია შექმნა ისეთი სისტემა, რომელიც მარტივად მოითხოვს თანამშრომლებს, რომელიც ავტომატურად განჯდის ამას და ავტომატურად ამოწმებს შედეგებს. იმისათვის, რომ შექმნათ ასეთი სისტემა, გერბერი გვთავაზობს 7 ნაბიჯიან სტრატეგიას. მთავარი მიზანი, primary aim. რა გინდათ ცხოვრებასგან? ბიზნესი უნდა იყოს ინსტრუმენტი თქვენი ცხოვრებისეული მიზნების მისაღწევად, არა პირიქით. სტრატეგიული მიზანი. როგორი უნდა იყოს თქვენი კომპანია, რომ მთავარ მიზანს მიაღწიოთ? მაგალითად, ჩვენი შემოსავალი უნდა იყოს X, კლიენტები უნდა იყვნენ Y. ორგანიზაციული სტრატეგია. შექმნით ორგანიზაციული სტრუქტურა არა ადამიანებზე, არამედ ფუნქციებზე დაყრდნობით. გაწერეთ პოზიციები, თუმჯერ ყველა პოზიციაზე თქვენ მუშაობთ. მენეჯმენტის სტრატეგია. არ გჭირდებათ გენიალური მენეჯერები, გჭირდებათ გენიალური სისტემა. სისტემა ავტომატურად უნდა მართავდეს პროცესებს. ხალხის სტრატეგია. ხალხს სჭირდება თამაშის წესები. მიცით მას მკაფიო ინსტრუქციები და დანახეთ, რომ თამაშობენ დიდ თამაშს, რომელსაც აზრი აქვს. მარკეტინგული სტრატეგია. დაიწყეთ რა გინდათ თქვენ, იფიქრეთ მხოლოდ იმაზე, რა სურს თქვენს კლიენტს. მარკეტინგი იწყება კლიენტის ქვეცნობიერიდან. სისტემების სტრატეგია. ყველაფერი უნდა იყოს გაწერილი. როგორ ვპასუხობთ ტელეფონს, როგორ ვალაგებთ დახლს, როგორ ვხვდებით სტუმარს. ეს არის ოპერაციული სახელმძღვანელო. დასკვნა და მთავარი საზეპიროები. შეჯამების სახით მაიკელ გერბერის The E-Myth Revisited გვასწავლის, რომ ბიზნესი არის ცოცხალი ორგანიზმი, არა თუ უბრალოდ სამსახურის ადგილი.
აი რამდენიმე ოქროს ყესი, რომელიც უნდა დაიმახსოვროთ. თუ თქვენი ბიზნესი დამოკიდებულია თქვენზე, თქვენ არ გაქვთ ბიზნესი, თქვენ გაქვთ სამსახური. ნამდვილი პროდუქტი არ არის ის, რასაც ყიდულობთ, არამედ თავად ბიზნესი, რომელიც ამას ყიდულობს. სისტემა იძლევა თავისუფლებას. თქვენი ამოცანაა მოამზადოთ ბიზნესი, რომ იმუშაოს, რათა თქვენ აღარ მოგიწიოთ მუშაობა. დაიწყეთ დღეშვე, გამოყოფით დრო, რომ გახდეთ მეწარმე საკუთარ კომპანიაში. შეხედეთ მას გარედან, დაწერეთ სისტემები და გადააქციეთ თქვენი ქაოსი მოწესრიგებულ მექანიზმად. გმადლობთ ყურადღებისათვის. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა მსგავსი სასარგებლო მიმხილველებისათვის. წარმატებებს გისურვებთ.